მოლუსკები თავისი ჯავშნით დევს. თავისი სახეობიდან გამომდინარე ძალიან გემრიელია. 10 კი არა, 10-დან 20-ც ეკუთვნის ისეთი გემრიელია. გარემოს შეფასებაში რომ შევცდა რა, ესეც მეორე დამადასტურებელი ფაქტი. ძალიან ძვირიც არ არის რა. ასე ბევრია. მოგესალმებით მეგობრებო, ამ ვიდეოში მინდა ერთმანეთს შევადარო ქართული და იტალიური პიცერიები. ქართველებისგან ხშირად სვენია, ვინც იტალიაშია ნამყოფი, რომ იტალიელები გემრიელ პიცას ვერ აკეთებენ და ამიტომ ავირჩევა შედარებით ცნობილ პიცერიებს და ერთმანეთს შევადარებთ. შედარების კრიტერიუმები იქნება პირველი რა თქმა უნდა პიცის გემო, ფასი, მომსახურება და გარემო. პირველ ლოკაცია დავირჩიე პიცერია ინტრევი. რომელსაც გულმაბზე საკმაოდ დიდი შეფასება ჰქონდა, 4 და 8 იყო მისი შეფასება. დავაგემოვნებ პიცებს, შეიძლება სხვა ტრადიციული კერძიც ავირჩიო, ისიც დავაგემოვნო და გვექნება 1-დან 10 ქულამდე შეფასების სისტემა და შევაფასებ. So, we want one pizza with seafood. Do you have any types of allergies or No. And spaghetti carbonara. And can we share, yeah? Yes, of course. I'm going to bring the small one. Okay. And do you have lasagna? Yes, of course. And one lasagna. Something to drink, perhaps some water. Yes. Do you have cola? Yes, of course. Small or medium? Medium. Two medium cola. Yes, of course. Classic. Is this going to be all? Yeah, it's all. Let me მეგობრებო, მოვედი პიცერია ნაპოლიში. საკმაოდ მალე მომიტანე, შეკვეთა იგივე შეუკვეთე რაც იტალიაში. შეუკვეთე ლაზანია, სპაგეტი კარბონარა და პიცა ვერ გადავწყვიტე, აქ არ ქონდა წყვის პროდუქტების პიცა და უთხარი რომ ხორცი მიყვარს და თქვენი გემოვნებით, რომელიც მომეწონება და აჯობებს იტალიურ პიცას მეთქი, ისეთი მომიტანეთ თქო და აი ესეთი პიცა. ასე გამოიყურება ჩვენი პიცა. ლაზანია და ესეც კარბონარა. საკმაოდ ისეთი გემრიელი, სურნელი და ტრიალდა და შეუდგები ახლა დაგემოვნებას. მოტანით მალევე მოვაქვთ, სადღაც 10 წუთში მოიტანეს. ესეც ლაზანია, სპაგეტი და პიცა ზღვის პროდუქტებით. საკმაოდ მადი სამოძრაოდ გამოიყურება. პირველი ლაზანიას დავაგემოვნებ, ანუ იტალიაში არის ასეთი წესი, რომ ეს ერთი კერძი მოაქვთ ერთი ადამიანისთვის და პირდაპირ იმ ერთ ადამიანს უდებენ, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ, რომ გაზიარება გვინდოდა, იმიტომ რომ ერთისთვის ახლა ეს ულუფები ნამდვილად დიდია რა. რაც შემოსული ვართ უკვე 2 ჭიქა გატეხეს. ესე თუ გააგრძელებენ დღის ბოლოს ახალი სერვისი ექნება წაყიდენ. გემრიელია, მაგრამ რაღაცა თითქოს აკლია რა. 10-დან დაუწერდი 6.5-ს რა მეცვერა. პირველი ლაზანიათი დავიწყებ, წვენიც მამათი საფირმო ლიმონათია, კენკრის. გემრიელია, საკმაოდ დიდი პორციები ერთი ადამიანისთვის ბევრია ნამდვილად. სერვირებაც ესეთი ლამაზი სერვირება აქვს. გემრიელია ძალიან. აია. ლაზანია მომეწონა გემრიელია. დაბალანსებული გემოები აქვს, რამე ისე მკვეთრი გემო არ იგრძნობა არაფერი და 10-დან 8.5-ს დავუწე რა. ცომი უფრო მეტად ფაფუკი შეიძლება. საუკეთესო ლაზანია ძიებაში ვარ რა. ლაზანიას 10-დან 6.5, უკეთესიც მიჭამია. ეს სპაგეტი კარბონარა. ფათაშორის რომში რომ ჩამოვედით კარბონარასთან კარგი დამოკიდებულება არ ჩამომიყალიბდა. პირველივე დღესვე რესტორანში მივედით და ისეთი კარბონარა იყო რომ შემაზიზღა და ნახოთ აპა ეს როგორი იქნება.
ანუ ცუდი არ არის. კარგიც არ არის რა. 10-დან დავუწერდი 5 ქულას, იმიტომ რომ როცა რესტორანს 4 და 8 აქვს შეფასება, ესეთი კარბონარა არ ეკადრება რა. ახლა კარბონარაზე გადავალ. ესე გამოიყურება ჩვენი კარბონარა, ეთყობა უკვე საქართველოში რომ ვართ. ბარაქიანი სპაგეტია რა. კარბონარასთვის თითოეულ რესტორანში მაღალ ქულას ვერ ვიმეტებ ვერსად. ალბათ შეიძლება თვითონ მე არ მომწონს ეს კერძი რა. ახლა აქ სავარაუდოდ ყველის გამო არ მომწონს. ძალიან ისეთი მძაფრი ყველი აქვს რა. ხორცი მომწონს იმდენად არის დაბრაწული რომ ის ქონის გამო აღარ იგრძნობა ესე მძაფრად რა. კარგია კარბონარაც რა, უბრალოდ სუყია რა, ძალიან ისეთი მძაფრი ყველი აქვს და სუყია რა. ეხა ისეთი კერძია რომ ამასთან არაფრის ჭამა აღარ მოგინდება რა, დამატება აღარ მოგინდება. ხორციც არ ყვიროდა, ეს ქონის გემო მძაფრად არ იგრძნობოდა. სპაგეტიც კარგად იყო მოხარშული. უბრალოდ მე არ მომწონს რა ეს კარბონარა რა. 10-დან 8 ქულას დაუწერა. გემრიელად მივირთვი, არ შემეზიზღა. იტალიაში იყო ერთი რესტორანი, სადაც შემეზიზღა მისჭამა და ძალით ჭამე რა. კარბონარა 10-დან 5 ქულა, ლაზანია 10-დან 6.5, ეხა დაგვრჩა პიცა, კოკა-კოლა გემრიელია რა თქმა უნდა, გარემოც იდეალურია. ძალიან კარგი თბილი გარემოა, მყუდრო გარემოა. გარემოს და მომსახურებას კი და ქულებით ბოლოს შევაფასებ. ესეთი ზღვის პროდუქტების პიცა გვაქვს. ძალიან გემრიელი. მე მიყვარს პიცა, როცა იმას ეს აქვს რა. როცა ამას აკეთებს, აი. გვერდებზე ესენი აუცილებლად უნდა ქონდეს იტალიურ პიცა 60-ეული. თუ ეს არ აქვს 60-ეული, მაშინ ის იტალიური არ არის. გამომდინარე იქიდან რომ ზღვის პროდუქტები ძალიან მიყვარს, ეს პიცაც ძალიან გემრიელია. ამ პიცას 10-დან უწერ 10. ამ პიცის გემომ ორივე კერძის გემოვნება გადაწონა რა. ძალიან მაგარი პიცა. მოლუსკები თავისი ჯავშნით დევს. თითოეულ პეჩის დროს სხვა ზღვის პროდუქტის გემო შემოდის. მოლუსკი, კალმარი, რვაფეხა, კრევეტიც არის, მიდიაც, ძალიან მაგარი. ვისაც ზღვის პროდუქტები გიყვართ, რომში ეს კაფე, ეს პიცა თქვენთვის არის ზედგამოჭრილი. ეხლა კი გადავიდეთ იტალიური სამზარეულოს მეფე პიცაზე. ესე გამოიყურება ჩვენი პიცა. სანამ ძალიან გაგვიცივდა, უნდა დავაგებოვნოთ. ცომი არ იშლება, არაფერი არ ძურება, ძირს არაფერი არ იყრება და ტექსტურაც კარგი აქვს. კარგია. ზღვის პროდუქტების პიცა სამწუხაროდ არ აქვს, მაგრამ გემრიელია ძალიან. პიცის თავარი ტესტი რაც არის, ესეც გაიარა. ძალიან გემრიელია ძალიან. ესენი რომ ზღვის პროდუქტების პიცას აკეთებდნენ, დამჯერეთ პიცა ინტრევის პიცას აჯობებთ. ცოტა ცხარეზეც დავამატებ. საკმაოდ საინტერესო ჭურჭელი აქვს. ესეთი მაგრად მოუხდა.
პიცა არის კამფე, ანგემრიელი, იდეალური გემოები აქვს. დაბალანსებული გემოები აქვს. ეს ხარეზეთიც ძალიან მოუხდა. ძალიან გემრიელია. მეგონა რომ ამდენ რაღაცის მე ვეღარ შევჭამდი, მაგრამ კიდე მინდა რომ ვჭამო, იმდენად გემრიელია. ამიტომ პიცას უწერ 10-დან 10 ქულას. იმიტომ რომ თავისი სახეობიდან გამომდინარე ძალიან გემრიელია. ესენი რო აკეთებდნენ ზღვის პროდუქტების პიცას, ისიც დამიჯერეთ ძალიან გემრიელი იქნებოდა რა. ბოლო ნაჭერი პიცაც, ეს პიცა არ არის, ეს არის შედევრი. კარბონარა გასინჯა ჩემო ოპერატორმა და მეჭუბა რა 5 ქულას უწერო, ისეთი გემრიელიაო და მისი ხათრით 1 ქულას მოუმატებდა 6 ქულას დავწერა. პიცას 10-დან 10 კი არა 10-დან 20 ეკუთვნის, ისეთი გემრიელია, კარბონარა 6, ლაზანიას 7 ქულას დავწერ. ჯამში გამოვიდა რამდენი 23 ქულა, ხო? 23 ქულა. 23 ქულა 3-ზე რო გავყოთ, სადღაც არის 8 ქულა რა. 8 ქულით შეფასდა კერძები, მაგრამ პიცა არის სასწაული და იმ 8 ქულაში პიცას ვერ გავიყვანთ, საერთო ჯამში ვიძახი. გარემო არის ძალიან კარგი, გარემოს 10-დან 9 ქულას დაუწერ. მომსახურება მომეწონა ზოგადად და ძალიან მომწონს, რომ ალერგიებზე ეკითხებიან თითოეულ მომხმარებელს და მათ 10-დან 10 ქულას დაუწერ. და ფას ცოტა ხანში გავიგებთ მენიუში რაც ეწერა შედარებით ძვირია აქ ამ რესტორანში რა. ეს პიცა მაგალითად 22 ევრო ღირს. სხვაგან ამდენი არ არის ხოლმე რა, 17, 15, 16 ევროზე მაღალი პიცები არ არის და აქ ეს 22 ევრო ღირდა და საშუალოდ ეგრე იყო მათი ფასები 20-22 ევრო და საერთო ჯამში ჩეკს რომ მოგვიტანენ, ფასებსაც გეტყვით რა. მომსახურებას 10-დან 10, გარემო 10-დან 9, თვითონ საკვები 8 ქულა, პიცა იდეალური. მომსახურების შეფასებაში რომ არ შევცდარ ვარ, ერთ-ერთი მაგალითიც ეს არის, ცოტა ჩამობნელდა და ესეთი საყვარელი სანათი მოგვიტანეს, რომელიც მაგიდა სანათებს, კარგ თბილ გარემოსაც ქმნის. გარემოს შეფასებაში რომ არ შევცდარ ვარ, ესეც მეორე დამადასტურებელი ფაქტი. კედლებზე მაგიდების გასწვრივ არის USB და Type-C-ის დამტენები, რომელიც საკმაოდ დიდი კომფორტია. ძალიან გემრიელი იყო, მართლა აჯობეთ იტალიელებს კი. მართლა? კი. საქართველოს ტელესტივის. საქართველოს. ազատ მაინც როგორ მოგეწონა? პიცა. პიცა იდეალურად შეარჩიეთ, მართლა. ეს ძალიან მეცანა. აი ვიდეოშიც ვამბობ, თქვენ რომ ზღვის პროდუქტების პიცა გააკეთოთ, იმას აჯობეთ იქნებ ვჭამე რა. გადაცემს. ქართველია ისე შეფი თუ? ეხლა საშუალო ქულას დავთვლი, საჭმელებზე რა გამოგვივიდა, ლიმონადს 10 ქულა, ლაზანიას 8 ნახევარი, კარბონარას 8 ქულა და პიცას 10 ქულა. ნუ პიცები როგორი თემაა, იცით? იბჭამე ზღვის პროდუქტების პიცა. მე ზღვის პროდუქტები ძალიან მიყვარს და მაგიტო ძალიან მაგრად მომეწონა. სხვა პიცა რაც იქ გავსინჯე, რესტორანში იყო და ის გადაღებული არ მაქვს და სხვა პიცა რეალურად არც მომეწონა. და ეს პიცა ბევრად ჯობდა იმ პიცას. სხვა რესტორანშიც გავსინჯე. 26 ნახევარი გამოვიდა ჯამში, ამას გავყო 4-ზე და 9.125 9 ქულა მიიღო რესტორანმა ჩემი შეფასება. ობიექტური შეფასებით, რა თქმა უნდა, მიკერძოებული არ ვიქნები. მინდა რომ ყველაფერი ობიექტურად შევაფასო. რაც შეეხება გარემოს, ძალიან კარგი მყუდრო გარემოა შექმნილი. მის მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთან საქართველოში თბილისურ პიცერიებში მაგიდები ორჯერ დიდი ზომის არის და შეიძლება ნორმალურად დაჯდე მიირთვა და არ არის მაგაზე პრობლემა. იტალიაში ძალიან პატარა მაგიდები იყო, სადაც 2 ადამიანი დიდი გაჭირვებით ჯდება. მაგხრივ ამას ძალიან დიდი პლუსი. გარემოც იდეალურია, მყუდროა, არაფერი არ მაწუხებს. ჩემთვის კუთხეში დავჯექი გემრიელადაც მივირთვი. ცოტა ხანი წვდები რეალობას, გადადიხარ იტალიურ გარემოში. შეიძლება ნაპოლშიც ვიმყოფებოდეთ, ახლა არ არის გამორიცხული და ბოლო დაგვჭა. მომსახურებაც იდეალური აქვს, რაც ყველაზე მთავარია, გიღიმიან და ყურადღებას გაქცევენ, რამე ხوار გჭირდება. გარემოს 10-დან 9 ქულა, მომსახურებას 10-დან 10 ქულა და ახლა გავიგოთ ეს ყველაფერი რა დაჭდა და რამდენად შეგვიძლიათ მივირთვათ ამ პიცერიაში. ვაი ქართო უთხარი და პასტა რა თვინე? პასტა რა თვინე? ყველაფერი არის 73 ევროსი, პიცა 22 ევრო, ლაზანია 20 ევრო, სპაგეტი 18 ევრო
და Coca-Cola 13 евро. Ну ძალიან ძვირიც არ არის რა. 73 евро არ არის ძალიან ძვირი. იმიტომ რომ ევრო უნდა იანგარიშოთ აქ როგორც ჩვენთან ლარი რა. ჩვენ თუ 1000 ლარი გვაქვს ხელფასი, ამათ 1000 евро აქვს ხელფასი და 73 ლარად დამერწმუნეთ საქართველოში ესე ვერ შეუკვეთავთ და ვერ მიირთმევთ. 100 ლარი გამოვიდა. ხიბრელად არ ჟღერს, მაგრამ გემრიელი არის რა, ერთი ნიში 100. 100 ბევრია. იქ იტალიაში დაждდა 75 евро. აქ 100 ლარი. ფაქტიურად 1.5-ჯერ მეტი რა. 100 დიდი მინუსია, ეგ დიდი პრობლემაა. მაგრამ ის გემოები და გარემო და ის ყველაფერი დამიჯერეთ ამ ფასს გადაწოლის რა. ერთი სიტყვით იტალიელებო უნდა ჩამოხვიდოთ საქართველოში და უნდა ისწავლოთ როგორ უნდა გაკეთდეს პიცა. კარბონარაზე და ლაზანიაზე არაფერს არ ვიძახი. ნუ ეგ მაგას თქვენც კარგად აკეთებთ, მაგრამ პიცაში გაჯობეთ რა. სუს პროდუქტების პიცა ძალიან გემრიელი იყო, მაგრამ სხვა პიცები მე რაც გავსინჯი ეგ სხვა რესტორანში, ესეთი გემრიელი მსგავსი ტექსტურის რაც იქ გავსინჯი, ესეთი გემრიელი ნამდვილად არ იყო. ამის ნახევარი გემოც არ ქონდა რა, გემოები რო შევადაროთ ერთმანეთს. მომსახურებაც იდეალური ქონდათ, გარემოც ძალიან კარგი იყო და ფასი არის ძალიან ბევრი რა, 100 ლარი ბევრია. აი იტალიაში გადავიხადე ზუსტად იგივე რაოდენობა კერძებში 75 евро. აქ რო ეს ყველაფერი დაჯდეს 75 ლარი და მაქსიმუმ 80 ლარი, დამიჯერეთ რესტორანი ნახევარზე მეტად მაინც იქნებოდა სავსე და უფრო მეტი მუშაობა ექნებოდა. კაი, იმას გადაიხდი იმ 100 ლარს, მაგრამ მაგას გააკეთებ მაგალითად თვეში ერთხელ, მაგრამ აი ის ფასი 75 და 80 ლარი რომ იყოს, შეიძლება ორ კვირაში ერთხელ გააკეთო, ან უფრო მეტი ხშირად წახვიდე რა და დააგემოვნო, იმიტომ რომ მართლა გემრიელია ყველაფერი, მაგრამ ფასი გჭედავს რა. მით უმეტეს ახლა ჩვენი ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ფას დიდი ყურადღება ექცევა ყველა ვარიანტში რა.